გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს პარასკევია 4 საათი და რა თქმა უნდა გვისმინოთ რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5 და კახეთში 102 და 3 და ასევე თვალყური უნდა გვადევნოთ ჩვენ Facebook და YouTube გვერდებზე. დღეს ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული სტუმარი მყავს და ვილაპარაკებთ ისეთ პრობლემურ თემებზე, როგორიც არის შფოთვა, პანიკური შეტევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი. გამარჯობა თეა და ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩვენთან სტუმრად და ესეთი მშვენიერი ფსიქოლოგი მყავს დღეს მე ეთერში. ხო, ალბათ ჩემ რეგალიებს დაგავიწყდა რომ დაამატრო შენი მეგობარიც. რა თქმა უნდა ჩვენ წლებია მეგობრები ვართ და აი ხა პირველი შეკითხვა, იმიტომ რომ სულ მაინტერესებს და არასდროს არ დამისვამს თეასთვის მე ეს შეკითხვა, იმიტომ რომ რაღაცნაირი პარადოქსი გამოვიდა, ორივემ დავასრულეთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სხვადასხვა ფაკულტეტები. მაგრამ აი ხო ხედავ შევხვდით აი აქ მე როგორც წამყვანი და თეა როგორც ფსიქოლოგი თავის ძალიან ბევრი და კარგი რეგალიები და რამ გადაგაწყვეტინა თეა რომ აი ესე გამხდარიყავი ფსიქოლოგი მე ვიყავი 28 წლის როდესაც საქართველოში არ ცხოვრობდი იმ პერიოდში და ინგლისური ენით ვმუშაობდი მაშინ ჩემი პირველი შვილი ლუკა იყო ახალ დაბადებული რაღაცნაირად აი უკვე როგორც დედა შემდგარი ვიყავი და ამ ხრივ ესე იგი ჩემი რეალიზაცია ამ თვალსაზრისით ხო დედობრივი რაღაც როლი რაც არის ვიგრძენი რომ აი უკვე რაღაც ეს შევასრულე და მე და შენ კონსერვატორია უკვე დამთავრებული ქონდა კარგი 5 წლით ადრე ეს არის 90-იანი წლები როდესაც საქართველოს ძალიან მძიმე სიტუაცია არის ამიტომ ბევრი ჩემს გარდა ასევე არ ცხოვრობდა ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი სირთულეები იყო და მე ამ ინგლისურით ფუნქციონირებდი და გრძნობდი რომ მაინც ეს ის არ არის რაც მე მინდა მიუხედავად იმისა რომ ახლა კონსერვატორიაში რომ დავამთავრე რაღაც პერიოდი კათედრაზეც ვიყავი უკვე დისერტაციაზეც ვფიქრობდი მაგრამ ნუ მე თავისთავად პროცესმა მოიტანა ის რომ ვიგრძენი რომ რაღაცა ახალი მინდა გავაკეთო აი ვერ გრძნობდი თავს როგორც დედა კი ვიყავი უკვე რეალიზებული და შემდგარი მაგრამ როგორც პროფესიონალს რაღაცა სხვა ახალი ნამდვილად აი როგორც მოთხოვნილება გამიჩნდა კი და აი გაგეცინება და იცი რაზე ვფიქრობდი იმ პერიოდში რომ ვოკალურზე ხო არ ჩავაბარო კონსერვატორიაში ისევ მეთქი ახალ ფაკულტეტზე და რაღაც სერიოზულად უმიზნებდი მე მაგ ამბავს ხო და მე ისე მოხდა შემთხვევითი არაფერია რომ იმ პერიოდში აი ეს გამიჩნდა ეს იდეა ჩემმა გარემოცვამაც მეგობრებმა იქ ვისთანაც ურთიერთობდი და ასე შემდეგ არაერთი მეუბნებოდა რომ კარგი მსმენელი ვარ რომ ჩემთან ურთიერთობაში ემოციურად უკეთესად ხდებიან და ასე შემდეგ და აი ამ საუბარში და მე იქ აღარ მახსოვს ესეთი ის იყო რაღაც აპარატურა ქონდათ ერთ-ერთი ინსტიტუტში და მახსოვს რომ ჩემმა ერთმა ახლობელმა მითხრა რომ აქ რაღაც კვანტური ფიზიკის ასე ვთქვათ საწყისებზე თუ საფუძვლებზე აი რომ გადაიღებო ეხლა ძალიან სენსიტიური ფოტოები კეთდებო და მე იშიფრებავ რომ აი შენიო თვითონ აი ბიოლოგიური ენერგია ეს არ არის რაღაც მეტაფიზიკა რომ აი შენი ბიოენერგეტიკული ველი რა ესე იგი ფერებს ატარებს და რა არის ამის ასე ვთქვათ მნიშვნელობა და ესეთი კომპიუტერული პროგრამა ქონდათ რომელთაც ამას არკვევდნენ რომ ადამიანის ბიოენერგეტიკა ვთქვათ რა ესე იგი რა მუხტს და რა შინაარსებს ატარებს და რო გამიკეთეს ეს ფოტო ამ დროს შემთხვევით მოვხვდი არაფერი შემთხვევითი არ არის, მაგრამ ნუ ისე მეგობრულად და ნაცნობმა რომ რაღაცა ხალისისთვის, ხო? და
რო გამიკეთეს ეს, მოკლედ ის ვინც იყო იქ სპეციალისტი, ვინც ამას კომპიუტერზე ამუშავებდა, მოკლედ ესეთი გაფართოებული თვალებით, რომ თქვენო მოწოდებული ფსიქოთერაპევტი ხართო და აიო ესო და რაღაცებს მიხსნის, ხო შორს მე თბილისში წამოვიღე ის რომ ჩამოვედი და მქონდა ეს ინგლისურად იყო გაშიფრული ეს ჩემი ბიოენერგეტიკული ველი, სასაცილოდ არ მყოფნი და მე ყველაფერი ვხალისობდი ამაზე, მაგრამ აი რაღაც ისე მრავალჯერადად ითქვა ეს იმ დროს და იმ პერიოდში, როცა ამ დროს მე შინაგანად ეს მოთხოვნილება მქონდა გარემო ამას უკვე მე რამდენჯერ მიმეორებდა და დავრეკე თბილისში და დედაჩემს უთხარი რომ მე გადავწყვეტე რომ ფსიქოლოგია უნდა მესწავლა და კინაღამ შემრიცხდა დედაჩემის გარდა მინდა გითხრა რომ აი გარემოში სოციუმში მე რომ ჩამოვედი თბილისში მეუბნებოდი რომ შენო იქო რაღაც პრობლემები ხარ შეგეგვნა ისეთიო რომ რა თქინდა რადოს 28 წლის ადამიანს ოჯახი გაქვს შვილი გყავს რა დროს ახლა ამის სწავლა და ნუ მე აი ძალიან თან თბილისში იყო უმძიმესი სიტუაცია და რა პერსპექტივა გაქვს ვის უნდა ეგ შენი ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია ხალხი შუქი არ არის დენი არ არის რაღაც ელემენტარული პირველადი საჭიროებები არ აქვს და ნუ მე აი ესე ძალიან შინაგანი რწმენი ვთქვი რომ არა მე ეს მაინტერესებს და მინდა და რომ დავიწყე სწავლა სხვა შორის ეს იყო ფსიქოლოგიის ინსტიტუტი უზნაძის მიერ დაფუძნებული და აი ამ სამეცნიერო ინსტიტუტში მესამე სართულზე იყო სასწავლო ინსტიტუტი რომელიც უშუალოდ მაგ პროფილით სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულებით იყო ეს ფაკულტეტი გამოყენებითი და სამედიცინო ფსიქოლოგია და რომ დავიწყე სწავლა ვიგრძენი რომ აი ეს არის რაც ვარ მე და რაც მე მოთხოვნილების სახით აი შინაგანი პროფესიული რეალიზაციისთვის მჭირდება და აი ესე დაიწყო ეს ყველაფერი ჩემო ნათია და ისე დაიწყო რომ მე რო დავამთავრე უკვე 2 წელიწადში თუ 3 წელიწადში სადოქტორო გავაკეთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ვიცი დღესდღეობით რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მე მგონი ყველაზე ისეთი წარმატებული ფსიქოთერაპევტი ხარ და ძალიან მიხარია მე შენი ესეთი წარმატება. ეხლა მინდა კიდევ გკითხო, იცი რაც მეც მაინტერესებს და ბევრს აინტერესებს. ხა მე მაგალითად არასდროს არ ყოფილ ვარ აი ესე არ მიმართავს ფსიქოლოგისთვის დახმარებისთვის და აი როგორ უნდა მივხვდეთ საერთოდ რომ აი გჭირდება ეს ფსიქოლოგიური დახმარება, აი რა პრობლემები უნდა გქონდეს? პირველ რიგში ვეცდები მარტივად თქვა რომ როცა ადამიანს ჭირდება ცვლილება და საკუთარი რესურსებით ვერ ახერხებს იმ თავისი სურვილის მიზნის აი ამ ცვლილების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას როცა რაღაც უჭირს აწუხებს ცდილობს რომ გადალახოს ეს მდგომარეობა სხვა შორის ფსიქოლოგიაში ესე გვაქვს რომ კრიზისი არის ესე იგი ახალი ეტაპის დაწყების რესურსული მდგომარეობა და სხვა შორის ბევრი ახერხებს რომ აი ამ კრიზისიდან გამოძებნოს სწორედ ის მიმართულება რომელიც ახალ ეტაპზე გაიყვანს პიროვნულ ზრდას მოახერხებს ეს ადამიანი, მაგრამ ყოველთვის არ ხერხდება საკუთარი ძალებით ბუნებრივი ადამიანი ყოვლის შემძლე არ არის და ეხლა შეიძლება უამრავ საქმეში ნიჭიერი ადამიანი რაღაც სირთულეს აწყდებოდეს ამა თუ იმ სფეროში და ჭირდებოდეს სპეციალისტის დახმარება მიუხედავად იმისა რომ იმ საქმეში შეიძლება ძალიანაც ნიჭიერი ალღოს მქონეა ყველაფერში ასეა და ჩვენ სფეროშიც რომ თუ კი ადამიანს უნდა შინაგანი ცვლილებების მიღწევა თავის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება იმიტომ რომ ფსიქოთერაპია დიდი ხანი აღარ არის მხოლოდ აი ამ ძველად ერქვა ნევროზების ნევროზული სპექტრი ახლა შფოთვითი ასე ვთქვათ სხვადასხვა გამოვლინებები ხო შფოთვითი აშლილობები არ მეყვარს ეგ სიტყვა მაგრამ ასე ქვია ამას სხვადასხვა შფოთვითი აშლილობების მქონე ადამიანები რომელიც ამ ნევროზულ რეგისტრში არიან ესენი არ არიან ავადმყოფები სინამდვილეში ეს არის მდგომარეობა რომელსაც არის ბუნებრივად
არსებული რაღაც იმ სირთულეების გამო, რასაც ადამიანმა ვერ აუღალღო, ვერ შეცვალა თავისი ცხოვრების რაღაც ის მიმართულება, რომელიც მას აი ამ მდგომარეობაში მოაქცევს, ხო? რა თქმა უნდა, არის ისეთი აშლილობებიც, რომელიც უკვე ცდება ნევროზულ სპექტრს და თქვათ ფსიქიატრიის, დიდი ფსიქიატრიის, ხო, საკითხებია და ასევე მათი კომპეტენცია არის, თუმცა ბევრი კვეთს და ჩვენ თქვათ ძალიან მძიმე სიმპტომების შემთხვევაში შეიძლება იმისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს თავის თავზე მუშაობა, ამ დროს საჭიროებს ასევე მედიკამენტის დახმარებას და ფსიქიატრის მხარდაჭერას და მე მგონი, რომ ჩვენ ნელ-ნელა ამ სტიგმას ვძლევთ და ეს აღარ არის რაღაც სამარცხვინო, რომ მივიდეთ დასახმარებლად, ხო? ანუ სადაც საკუთარი ძალებით არ გამოდის, მაშინ უნდა კარგად გამოიკვლიონ სად მიდიან და ვისთან, იმიტომ როგორც სტომატოლოგთან არ შეიძლება ქუჩიდან მისვლა და როგორც პედაგოგთან არ შეიძლება ქუჩიდან მისვლა და უნდა გამოვიკვლიოთ სად, ვისთან უნდა იყოს რეკომენდებული, იმიტომ რომ ძალიან ფართო სპექტრია უკვე, იმიტომ რომ მოთხოვნადი გახდა ეს პროფესია. ყველამ დაიწყო 2-3 თვიანი კურსები, ზოგს კურსიც არ ჭირდება, იმიტომ რომ მიიჩნევს, რომ თვითონ არის უკვე იმდენად შინაგანი ესეთი ნიჭიერება და კომპეტენცია აქვს, რომ კურსებიც არ აქვს საჭირო. თავისუფლად. კი. ძალიან სამწუხაროა, ალბათ, რაღაცნაირად დაალაგდება ეს თემაც. ეხლა მაინტერესებს ძალიან ესეთი თემა, რომელიც თითქმის ყველას აწუხებს, შენახსენე შფოთვა. აი ზოგადად რა არის ეს შფოთვა, რა გამოხატულება აქვს, რა სიმპტომები აქვს და აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ეს შფოთვა გვაწუხებს. შფოთვა ისეთი მდგომარეობაა, რომ მიხვედრაც არ ჭირდება, ვინაიდან ესე იგი, აი მე მინდა რომ ეხლა მარტივად, მაგრამ ძალიან მკაფიოდ და ცხადად ავხსნა რაღაცეები, რომ ჩვენს მსმენელს თუ მაყურებელს, როგორც გვექნება, როგორც ადამიანები, ესე იგი, აღიქვამენ ჩვენ საუბარს და რა გამოადგეთ ეს პრაქტიკაში, ხო? და მე ისეთი კუთხით ვეცდები ამის ახსნას, რომ აი ერთმანეთისგან გარჩევა შეძლონ ადვილად და მე ჩვენ შევძლებთ ასევე რომ რაღაცა ისეთი მარტივი რეკომენდაციებიც გავაჟღეროთ რომ თვით დახმარებისთვის თვითონ დაეხმარონ, იმიტომ რომ დღეს ძალიან გავრცელებულია აი შფოთვითი მდგომარეობები, აშლილობა უკვე ფორმირებული არის, რაღაც კონკრეტულად უკვე ჩამოყალიბებულია ეს რომ პერიოდულობა ახასიათებს და ადამიანი უკვე სრულფასოვნად ვეღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტია, წარმოიდგინე, რომ ამ დროს ადამიანი ხდება მოექცევა ისეთ მღელვარებაში, ისეთი სახის წუხილი მოუსვენრობა ეუფლება, რომ შეიძლება ერთ ადგილზეც ვეღარ ჩერდება დიდწილად და ამიტომ მისი ცხოვრება და ფუნქციონირება სრულფასოვნად ვეღარ ხერხდება, იმიტომ რომ ეს უშლის მას ხელს. მერე ეს იწვევს საკუთარ შესაძლებლობებში თვითრწმენას, რასაც უწოდებდა და თავდაჯერებას იქ იწვევს ყვევებს, რომ ის ვეღარ აკონტროლებს თავის მდგომარეობას, შესაბამისად ვეღარ ეყრდნობა თავის თავს და ამის გამო იზღუდება მისი ცხოვრების ხარისხი და ვეღარ აკეთებს იმას, რაც მას უნდა რომ გააკეთოს და მოკლედ ძალიან ესე იგი მძიმე მდგომარეობაში ექცევა და იმიტომ არის ძალიან გავრცელებული ეს, რომ არასტაბილურობა, რომელიც დღეს მთელ სამყაროს ახასიათებს და აი ეს ხვალინდელ დღეზე სრულად არაპროგნოზირებული მდგომარეობები, ეს ხო მარტო ჩვენი ქვეყნის სირთულე არ არის, თუ ჩვენ შევხედავთ მსოფლიო მასშტაბით რა პროცესები მიმდინარეობს, ეს ის ფართო ძალიან ესე იგი გლობალური ველი არის ასე დამუხტული და
მიკრომასშტაბით იქნება თუ მაკრომასშტაბით ადამიანები გრძნობენ აი ამ მერყეობას, გრძნობენ დაუცველობას გრძნობენ და ხვალინდელი დღის, აი რომ გაიხედავენ ხვალინდელი დღისკენ, მომავლისკენ, რომ ვერ ხედავენ, ვთქვათ, სიმყარეს, ეს ბუნებრივია იწვევს მათში აღელვებას. ეხლა მე ძალიან ზოგადად ვამბობ ამას, იმიტომ რომ თითოეულს შეიძლება თავისი სუბიექტური შინაარსიც ჰქონდეს, რომელიც მას ხვალინდელი დღის, ანუ მომავლის შესახებ რისკების განცდას უჩენს. და მარტივად რო ავხსნა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ უნდა ყველასთვის გასაგები ენით მოვახერხოთ ამ ყველაფრის ახსნა განმარტება, ეს შფოთვა, ეს არის მომავალზე, მომავლის მიმართ რისკების და მომავალთან დაკავშირებული შიშის განცდის მდგომარეობა. ეს არ არის აქ და ახლა, ამ რეალობასთან კავშირში. ეს არის მომავალზე. გიპყრობს ალბათ და თავარი ის არის, რომ ის ცუდი ფიქრები ყველასთან მიდის და მოდის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები ამ ცუდ ფიქრებს უნებლიეთ აყვებიან და ფაქტობრივად აი ამ ნეგატიური სამომავლო სცენარების ტყვეობაში მოექცევიან. ესე იწყება ეს ყველაფერი, მერე გამყარდება გამეორებითობით და ძლიერი ემოციური აფექტაციით და ეს მერე მეორდება და სხვადასხვა სიტუაციებში, ყველაზე უადგილო სიტუაციებშიც უკვე ფიზიკური, ანუ სომატური სიმპტომების სახით მოდის. ესე იგი იწყება გულის აჩქარება, იწყება სუნთქვის გახშირება, ადამიანი ვეღარ პოულობს ადგილს, ცავს ძალიან, ესე იგი, ესეთ აგზნებულ და შეწუხებულ მდგომარეობაში განიცდის და აი ეს არის რასაც ესე იგი ვერ უმკლავდება. მერე იწყება სამწუხაროდ ხშირად ეს თვითმკურნალობა. ჩემი ნაცნობი თუ მეზობელი ამადა ამ პრეპარაციებს და მე ახლა ამას დავლევ და ამითი ჩავაცხრობ აი ამ შფოთვით მდგომარეობას და იწყება თვითმკურნალობა, რომელსაც ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. ჯერ ესეთი დამოკიდებულები ხდებიან ამ პრეპარატებზე. მერე ან შველით ეს ან არ შველის, ანესტეზიასავით არის. იმ შფოთვას აქვს თავისი შინაარსი. და აქ დამოკიდებულება და განწყობა არის შესაძლებელი, თორე რო ჩაკლავ ახლა კარიესი რო დაეწყება ადამიანს და ის ხონდა იმკურნალო და არა გაიყუჩოს, ხო შორის ბევრი არ მიდის ექიმთან და ურჩევნია რომ დისკომფორტი აირიდოს, თქვათ და რაღაცა ჩაახშოს რაღაც სხვა საშუალებებით და ეს დისკომფორტი ამითი მოიხსნას. ნუ აი ესეთი დამოკიდებულებები უპასუხისმგებლობა არის საკუთარი თავის მიმართ ძალიან უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება და რა თქმა უნდა ართულებს ვითარებას, იმიტომ რომ არსადეს არ წავა. მეტიც ეხლა ვინც კარგი ექიმია და ვთქვათ აკითხე ხშირად ასე იგი მიმართვიანობა ძალიან მაღალია და ისმით იცი კარგ ფსიქიატრებს, ზოგჯერ ნევროლოგებთან მიდიან, იმიტომ რომ მიაჩნიათ რომ ეს უფრო ნევროლოგიური სფეროა სინამდვილეში, უფრო ფსიქიატრია არის. კი, რა თქმა უნდა და კარგ პროფესიონალ მედიკოს ესმის რომ მარტო მედიკამენტით აქ ვერ გახვალ ფონს, იმიტომ რომ დროებითია ეს შედეგი. აქ თუ არ მოხდა ცვლილებები პიროვნული, არ მოხდა განწყობის ცვლილება, დამოკიდებულების ცვლილება თუ არ მოხდა, დროებით შეიძლება რაღაც ეფექტის მიღება და მერე ისევ ბრუნდება ეს, იმიტომ რომ არსი უცვლელი რჩება. მარტივად ასე ვამბობ ხოლმე, რომ მედიკამენტი ვერ შეგიცვლის შენ აზრებს და შენს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მართვის შესაძლებლობებს ვერ შეგიქმნის მედიკამენტი, ხო? ის წამალი რაღაც დროებით, ასე ვთქვათ, ჩააცხრობს, ხო? კი ბატონო, იქნება რაღაცა ესეთი ბიოქიმიურ დონეზე ცვლილებები იქნება, მაგრამ პიროვნულ დონეზე ვერ იქნება ცვლილება. ხო, და აი ამიტომ ყველა პროგრესულ ესე ჰოლისტური აზროვნება ქვია, ანუ როგორც მთლიანობას უყურებს, ვთქვათ, პროფესიონალი ორგანიზმს როგორც მთელს, ფსიქოფიზიკა ერთი მთლიანობაა, ხო, ფიზიკური სიმპტომები შეუძლებელია რაღაც ფსიქოემოციური
პოზიტიური, თანმდევი და ურთიერთზემოქმედი რაღაც მდგომარეობით არ იყოს, თანმხლები მაინც თუ არა განპირობებული, იმიტომ რომ ფსიქოსომატურია ეს შფოთვა როგორც წესი. თუმცა შეიძლება რაღაც შემთხვევებში სომატოფსიქიკურიც იყოს, მაგრამ უმეტესწილად ესეა. ანუ ადამიანი იწყებს მომავალში გაქცევას უნებლიეთ. და ნახე რა ემართება, რომ ხშირად ადამიანები ებრძვიან იმას, რომ არ მოვიდეს თავში ეს აზრი და აქ არ არის საჭირო ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ვერა ვაკონტროლებთ რა მოვა. ეს რაღაც ისეთი მდინარის დინებასავით არის და ერთ ნაკადში ორჯერ რო ვერ შეხვალ ეს თემაა. და ის რაც მოდის, როგორ ხვდები მე ამას და რას ვაკეთებ იმასთან დაკავშირებით, ანუ ჩემ თავთან რამდენად შემილია დიალოგი, რამდენად მე ჩემი თავის დაქვემდებარება და ჩემი თავის მართვის შესაძლებლობა რამდენად მაქვს. აი ქართულ ენაში გვაქვს ჩვენ ცნება თავის უფალი, ეს თავის ფლობასთან დაკავშირებული ცნებაა, რომ მე და საკუთარი თავი ის ყოფაში გავრცელებული ესე იგი ნაწილები, პიროვნული ნაწილები ძალიან ადვილად ჩვენს ლექსიკაში ავლენს იმ ფსიქოლოგიურ კანონზომიერებას, რომელსაც სიღრმისეულად ძალიან ისეთი სერიოზული მასშტაბები აქვს ფსიქოლოგიაში და ფსიქოთერაპიაში, მაგრამ ლექსიკაში როგორ გვაქვს, რომ შეგიძლია შენი თავის კონტროლირება, მართვა, შეგიძლია რომ შენ თავს დაარწმუნო რაღაცა, შენი თავი დაარწმუნო რაღაცაში, არის კი ისეთი, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით, შენი თავის ხელში აყვანა, ეს ხო არ არის რომ მართლა თავის ქალა აყავს ხელში. ნუ ამას თავის შინაარსი აქვს, ხომ? და თუ მე, ანუ აი ეს პიროვნული ღერძი მე ცნობიერი ego, რასაც ქვია, ამას ცუდი კონოტაციაც კი აქვს, რომ ego აქვს ისეთი და ego სხვადასხვა აქვს ფსიქოლოგიაში და აქ რაღაცა ამპარტავნებასთან, ლექსიკაში რაღაც ჩვენთან ამპარტავნებასთან გაიგივებული გახდა, რომ ამას ისეთი ego აქვს. ego თუ ძლიერია, ეს ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ცენტრია და საყრდენია იმ შინაგანი ნაწილების, რომელიც მუდმივად, ესე იგი, შეიძლება ესე იგი რყევებს იწვევდნენ და თუ არა შტორმის მდგომარეობაში გამყოფებდნენ. ამიტომ აი ამ ეგოს გაძლიერებაზეა ორიენტირებული ფსიქოთერაპია და რომ ადამიანმა მოახერხოს საკუთარი თავის მართვა იმ გაგებით, რომ შეძლოს საკუთარი თავის ნავიგაცია. იმიტომ რომ მართლა მოდის ეს აზრები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ადამიანი თან არის მჭვრეტელი, ცოცხალი არსება, ანუ ის ჭვრეტს მომავალში იყურება, ის ხედავს თავის მოქმედებას, რა მოყვება, შეგვიძლია ჩვენ ამის განჭვრეტა და ესეთი პროსპექტული ქცევა ქვია მაგას, რომ აი დისტანტურად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის წარმოსახვითად დანახვა, მერე ლოგიკურად აი ამ შედეგების გათვლა ხო და მიზან შეწონილი ცოცხალი არსება ადამიანი, ანუ მიზანი უკვე მომავალია და იმასთან მიმართებაში მიზანთან მიმართებაში წონის რა უღირს და რა არა და აი ამ აწონ-დაწონვით მიზან შეწონილ გადაწყვეტილებებს იღებს. მაგრამ როდესაც მოდის აი ამ მომავალთან დაკავშირებული რისკების და საშიშროებების თემატიკა თავში, როცა ეს ადამიანს იპყრობს და თან არც იცის ხშირად ადამიანმა, რომ არ ვარგა აქ ასე ვთქვათ, საკუთარი წარმოსახვების ძალიან ფართოდ გაშლა და მე მოკლედ ავხსნი, რატომ არ ვარგა. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჩვენი თავის ტვინის სისტემები, ლიმბური სისტემა, რომელიც ჰორმონალურ პასუხებს იძლევა აი ამ წარმოსახვაზე, ის ვერ არჩევს თურმე, რომ მართლა არის ეს საფრთხე უკვე ახლა ამ მომენტში, თუ ეს არის წარმოსახვითი. რატო ვერ არჩევს ახლა? ადამიანი რო წარმოიდგენს ამ საფრთხეებს და აყვება ამ თემატიკას, ხომ? და ვერაფერს ვერ უშვება, ამ დროს ძლიერია. ამ დროს მას შიშის ზარი იპყრობს პირდაპირ და როცა შიში მოდის იმ წარმოსახვით სამომავლო თემებთან დაკავშირებით,
ეს ლიმბური სისტემა გამოტყორცნის კორტიზოლს და ადრენალინს. რისთვის იცი რომ ან უნდა თავს დაესხა საფრთხესამ და გაიქცე. ეხლა არაფერი საფრთხე არ არის. ეს ადამიანი უბრალოდ ამას წარმოიდგენს და არც არსად გასაქცევი აქტუალობა არ არის, მით უმეტეს გასამკლავებელი და თავდასხმის და ბრძოლის, ასე ვთქვათ, არავითარი საჭიროება არ არის და გამოტყორცნა უკვე თავის ტვინმა ეს ჰორმონები და სინამდვილეში იმისთვის, რომ აი ეს მოძრაობა, მოქმედებები, ეს ძალიან თვითგადარჩენისთვის მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდეს. და ეს ამის საჭიროება არ დგას და ამიტომ მოდის სიმპტომურად ეს შფოთვები, იმიტომ რომ ეს ენერგია, ეხლა აი ამას ხაზს გავუსვამ, ეს არის ენერგიული, შინაგანი ამ სასიცოცხლო ენერგიის, როგორც აქტივობისთვის საჭირო ენერგიის, ისეთი დამუხტვა ხდება, რომ საწყიოს ადამიანმა ეს ენერგია და აი ეს სუნთქვის გახშირება, გულის აჩქარება, იმიტომ რომ ეს ენერგია მოვიდა. უნდა გაიქცე ან თავს დაესხა, რომ გადაირჩინო თავი. არაფერი არ ხდება, წარმოსახვაშია ეს. ეს ჩვენ გეშტალტ თერაპიაში და მე ამ მიმართულების სპეციალისტი გავხდი. ესე იგი, აქ ჩვენ გვაქვს ესეთი პირდაპირ განსაზღვრება, დეფინიცია, რომ შფოთვა ეს არის მომავლის ფანტაზირებიდან გამომდინარე სიმპტომი. ანუ ეს არის ფანტაზიის შრეში ყოფნა. და ჩვენ გეშტალტ თერაპიაში გვაქვს ტექნიკები, რომლებიც ადამიანს აქ და ახლა ამ მომენტში დაბრუნების და აქ და ახლა კონცენტრირების საშუალებას აძლევს და აი ამ ესე იგი საკუთარ თავთან კონტაქტის, იმიტომ რომ ეს უნდა თავის დროზე ამ ფრიც პერლს, რომელიც ფუძემდებელია გეშტალტ თერაპიის, აი მის მეუღლე ლორასთან ერთად ჰქონდათ პოლემიკა, რომ იქნებ კონცენტრაციით თერაპია დავარქვათო. ეს ლორა ეუნებოდა ამერიკაში ორი ინსტიტუტი გახსნეს, ნიუ-იორკში, ესალენში, ერთ-ერთმა მეორემ და ეს გეშტალტი გერმანული სიტყვაა და მთლიანობას ნიშნავს, კი ბატონო და ამ მთლიანებს პიროვნებას, მაგრამ ეს ლორა ქალებს ხო პრაქტიკული გონება გაქვს. ვინ იცისო ეს გეშტალტი ხა რას ნიშნავს და მოდი რაღაცა სხვა მოვიფიქროთ და იქნებ კონტაქტი თერაპია დავარქვათო და ნუ ფრიც პერლსმა კატეგორიულად არ უღალა და ამას და რეალურად საქართველოში საკმაოდ პოპულარულია უკვე ეს გეშტალტი, უკვე აი სიტყვაც უკვე ძალიან ნაცნობი გახდა. მართლა ბევრს არ ესმის სინამდვილეში ეს რა არის, მაგრამ იმიტომ ვისაც გემო აქვს ამის გაგებული, ეს არ არის მხოლოდ მეთოდოლოგია, ეს არის პირდაპირ მსოფლხედვა. აქ და ამჟამად ყოფნის უნარიანობა რა და აი არავინ არ ვართ დაზღვეული ამ შფოთვისგან ჩვენ, თუ კი ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ატმყოში და თუ გვიპყრობს ეს სამომავლო რისკები, რომელიც ობიექტურად არსებობს. ხშირად გამიგია ესეთი გამოთქმები, რომ რას დამეხმარება ეს ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი რა პრობლემებს შემიცვლის, თვითონ მომიგوارებს თუ რაღაცა ვთქვათ, რაც აი ამ სამომავლო რისკებს რაც ეხება, თუ იმას სამომავლო პერსპექტივებს იმას იზამს, რა ქვია, გარდაქმნის, ხო? ამ დროს რაც არის, იცვლება მიდგომა, იცვლება განწყობა და უკვე უნარიანობა თვითონ შინაგანი რესურსის გააქტიურება ხდება ამ. და რა საინტერესოდ ახსენით, აი ჩემთვის ისე გასაგები იყო ყველაფერი და ეხა კიდევ უნდა გკითხო, ეს საინტერესოდ რო ამიხსნა, აი ეს რაღაცნაირი ყველა სოციალურ ქსელში მხდება, თითქოს რაღაცა მოდური გახდა ეს პანიკური აშლილობა რა და პანიკური შეტევა. თუ ვაიმე შეტევა უკაცრავად. ხო, იმიტომ რომ შფოთვითი აშლილობა და პანიკური ეს პანიკური შეტევა მესმის ყველა რაღაცას წერს, ყველა რაღაცას ჩივის და აი ეს რაღა არის ეს პანიკური შეტევა. მინდა იმით დავიწყო, რომ თავიდან პანიკური შეტევები შედიოდა, ანუ
ანუ შფოთვითი აშლილობების კატეგორიაში იყო გაერთიანებული. აი არის ესეთი სადიაგნოსტიკო, ესე იგი manual, ესე იგი სახელმძღვანელო, ხო? იყო DSM-4, მერე შემოვიდა DSM-5. მოკლედ თავიდან ეს იყო შფოთვითი აშლილობების კატეგორიაში და მერე გამოიყო ეს ცალკე აი ამ სადიაგნოსტიკო სახელმძღვანელოებში და ცალკე ნოზოლოგიად ჩამოაყალიბეს. ანუ ეს პანიკური შეტევა. ეხლა რატო გამოყვეს? მე ძალიან ისევ მინდა ადვილად ავხსნა, იმიტომ რომ ეს გეშტალტი ადვილად გასაგებს გვიხდის რაღაცებს. ნახე, ესეთი ძალიან საინტერესო ავტორია, ჯანი ფრანჩიზეტი არის, ესეთი აი იტალიელი ფსიქიატრია და თან გეშტალტ თერაპევტია. ნუ ვარსკვლავია რა ჩვენს სფეროში და იმან დაწერა, სხვა შორის ქართულად მერე ჩვენმა ინსტიტუტმა მაგის რედაქტირება და გამოცემაშიც მიიღო მონაწილეობა ჩვენმა ყოფილმა სტუდენტმა ათარგმნინა ეს და მე ვიყავი რედაქტორი ამ წიგნის. და აი აქ არის ძალიან საინტერესოდ ჩამოყალიბებული, ახლა ერთ წინადადებაში რასაც ვეცდები, რომ გადმოვცე, რომ პანიკურ შეტევას ახასიათებს განსხვავებული წარმომავლობა. ნახე და რატო აქვს ბევრს. ის არის ერთი საყრდენი ადამიანი, ხო ვეყრდნობით რაღაც რეალობას, ხო? მაგალითად, ყველაზე ბანალურს ვიტყვი, მაგრამ ძალიან გავრცელებულს, რომ სამსახური არის გარკვეული სტაბილობის შემქმნელი, ხო? ნუ აი წარმოიდგინე, რომ პური ჩვენი არსობისა, ხო? ჩვენი პროფესია სამსახური. ადამიანი არის ამ სამსახურში. და უცბად აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია რაც ხდება პანდაპონტად, ხო? იხურება. და ეს ადამიანი ამ საყრდენ გამოცდილ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ფეხქვეშ აღარ აქვს ეს საყრდენი და ჯერ ახალი არ ჩანს და იყურება წინ და ამ ახლის პოვნის პერსპექტივა ისე ადვილად და მკაფიოთაც არ არის გამოხატული. და ნახე ესეთი მეტაფორა, რომ ერთი სახურავიდან მეორე სახურავში ფილმებში რო არის ერთი სახურავიდან მეორეზე რო უნდა გადახდეს ადამიანი და ამ დროს ეს მრავალსართულიანი სახლია და ჰაერშია დაკიდებული. მოდი ნუ დაგემართება პანიკა, ხო ესეთ შემთხვევაში. თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ პანიკა იპყრობს ადამიანს, როდესაც ის გამოუვალ დეზორიენტირებულ, საერთოდ აი დაბნეულ მდგომარეობაშია. ფეხქვეშ მიწა აღარ აქვს მას და პანიკაში აი წარმოიდგინე, რომ მიწა იპობა და ჰაერშია ადამიანი, ვერსად ვერ დგება, ვერც იქ ძველი უკვე აღარ არის და ახალი საყრდენი ჯერ არ გაჩენილა. ამიტომ ეს არის რაღაცა ტრანსმისიული, ანუ შუაში გარდამავალია და ჰაერში მყოფი მდგომარეობა. და ამ დროს იწყება სომატურად გავს შფოთვით მდგომარეობას, უფრო მძაფრია ეს, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პანიკური შეტევები 15-20 წუთის მეტი არ გრძელდება. კი, როცა ეს მოდის, ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ეს არასდროს არ დამთავრდება, იმდენად ძლიერია. და რა ახასიათებს იცით? აი, უფრო ინტენსიურია გულის აჩქარება, შეიძლება თაუბროს ხვევა, სუნთქვის გახშირება, აი ხელფეხში ძალის წართმევა და ხშირად ადამიანებს ექნება შთაბეჭდილება, რომ მათი სიცოცხლე ახლა მთავრდება. და იცი, ამას კიდე ემატება შიში. და შიში იცი როგორი რამეა? ერთ-ერთი ძალიან მძაფრი გამა მტკიცებელია იმ განწყობის და იმიტომ რომ ძლიერი აფექტი, ძლიერი ემოცია აფიქსირებს პირდაპირ ჩაბეჭდვას ახდენს იმ მდგომარეობის, ანუ განწყობის, გეშტალტის ფიქსაცია ხდება და მე მსგავს სიტუაციებში, აი ასოციაციურად მსგავსშიც კი უკვე ის სიმპტომები იწყებს მანიფესტირებას, ანუ გამოვლენას და აი თუ კიდევ აქ შეეშინდა ადამიანს და როგორც წესი ეშინიათ ხოლმე ამის, იმიტომ რომ ექნება შთაბეჭდილება, რომ ცუდად არის საქმე, ესე იგი თავდება ყველაფერი, ხო? აი ეს შიში კიდევ უფრო განამტკიცებს ამას და
ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ამ შეშინებულ ადამიანებს ბუნებრივია. აი როგორ უნდა მოიქცნენ ამ სიტუაციაში? დროს შეიძლება თუ ძალიან მძაფრია უკვე სიმპტომები, საჭირო იყოს თქვათ ასევე მედიკამენტური მხარდაჭერა, მაგრამ ნახე ფსიქოთერაპია და კონკრეტულად გეშტალტ თერაპია ფლობს ისევ და ისევ ინსტრუმენტებს. ეს არის ნებისმიერი ფსიქოთერაპია არის სიტყვით მკურნალობა. მართალია სიტყვით თუ არიცი კარგად შენი საქმე შეიძლება მოკლა ადამიანი. ან გააცოცხლო, ხო? მაგრამ თუ კარგად იცი ეს ამბავი და გესმის ეს სპეციფიკა და ურთიერთობა რაც არის მთავარი, იმიტომ რომ გეშტალტში აი ეს ურთიერთობა, კონტაქტი, რომელიც ფსიქოთერაპევტს და კლიენტს შორის მიმდინარეობს, უკვე თავისთავად თუ იცი, როგორ უნდა იყო ამ ურთიერთობაში და იმ ღირებულებებს ატარებ, რომელიც არის ეს ჰუმანური ღირებულებები, ეგზისტენციალური ხედვა გაქვს შესაბამისი, ხო? იმიტომ რომ ჰუმანისტური ეგზისტენციალური მიმართულების არის ეს მოდალობა და თან კარგად ფლობ თვითონ პროფესიულად ამ სფეროს დახმარების გაწევა ხდება და იმიტომ გახდა გეშტალტი პოპულარული, რომ ჩვენ რეალობაში, რომ თქვათ გაიდლაინებით გაწერილი შეიძლება კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არ მოწონთ ქართველებს, იმიტომ რომ დავალებები უნდა შეასრულო, წერო, იკითხო, რაღაცები აკეთო ისეთი, რაც ძალიან ჩვენ ეთნოს არ აქვს, ასე ვთქვათ, ამისი სურვილი და აღტაცება და გეშტალტში ხდება სიღრმეში და სწრაფად ცვლილება, სიღრმისეული ცვლილება და სწრაფი, იმიტომ რომ კონტაქტზე აქ და ამჟამად ყოფნაზე, მყოფობაზეა ორიენტირებული და თან არის მართლა მეთოდები, ტექნიკებს უწოდებთ ამას, იმიტომ რომ ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიაზე არის ეს აღმოცენებული, რომელიც ეხმარება ადამიანს იმაში, რომ ერთის მხრივ მოახერხოს საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, შინაგანი დიალოგის მეშვეობით ფლობა, საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, რელსებზე დაყენება, ესე ვიტყოდი. მე ტექნიკები არის აი რაღაცებს ადვილად შევთავაზებთ ეხლაც, რომელიც არ არის რაღაც, რა თქმა უნდა, ცალკე პლანეტა და განყენებულად არსებული სხვა მეთოდებსაც აქვთ მსგავსი, მაგრამ ეხლა თვითდახმარების ესე იგი ჩარჩოში თუ პრიზმაში, რასაც ეხლა შევთავაზებთ, მსგავსი არის შეიძლება სხვა მეთოდოლოგიაშიც, მაგრამ თვითონ ფსიქოთერაპიულ პროცესში, აი მე შენ ურთიერთობის პროცესში როგორ ხდება ამის გამოყენება და სრულად ინდივიდუალურია მიდგომა, იმიტომ რომ ჩვენ ასე უყურებთ, რომ თითოეული ადამიანი არის ერთი და განუმეორებელი, უნიკალური არსება, ეს ფენომენოლოგიური ხედვა არის ასეთი, რომ ერთი და განუმეორებელი ფენომენია და სწორედ მის ინდივიდუალობაზე მორგებულ პროცესს წარმართავთ ჩვენ და არა რაღაცა ესე ხისტად პროტოკოლზე დაფუძნებულს, როგორც სხვაგან შეიძლება სხვა მეთოდებს შეიძლება ქონდეს. და კიდევ რა მაინტერესებს თეა ეს რომელ ასაკში უფრო მძაფრია ეს შფოთვა და პანიკური რა თქმა უნდა ეს შეიძლება პანიკური შეტევები ნაკლებად რომ ორიენტირებული იყოს მცირეწლოვან ასაკში ნაკლებად არის თვითონ ორგანიზმი ნაკლებად არის ამაზე ორიენტირებული რა თქმა უნდა ეს უკვე მოზრდილ ასაკში უფრო მეტად არის თუმცა შეიძლება გარდატეხის პერიოდშიც ხდებოდეს რაღაც ასეთი და როგორ არა გარდატეხის ასაკში აი პუბერტატის პერიოდს უწოდებთ ჩვენ ამას ფსიქოლოგიაში ხა ეს მოწყვლადი ხანაა ძალიან ხო იმიტომაც გარდატეხის ბევრი რამე იცვლება და თუ კი ახლა მოზარდი უკვე არის მაგალითად თუ შფოთვებს შევეხებით რომ თუ არის ორიენტირებული რომ სულ ფანტაზირებს და სულ მომავალში ეყურება და იქ რაღაც საფრთხეების განჭრეტაში ცხოვრობს ბუნებრივია რომ შფოთვა დაეწყება და ნუ პანიკური შეტევა შეიძლება იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ მშობლები დაშორდნენ და ეს ბავშვი ვერც იქით არის ვერც ერთ მშობელთან ვერც აქეთ და ამ გაგებით არის ჰაერში გამოკიდებული
მიღებული ხო, როგორც აი ძალიან მარტივად ვცდილობ ამის დახასიათებას და ეს განსხვავებები არის ნამდვილად. იგი უღრმესი მადლობა թե ესეთი მე ვატყობ ჩვენ ვეღარ მოვასწარით ტექნიკები. თვითონ თვითდახმარების ტექნიკები, მაგრამ რას ვიზამთ ყველაფერი ერთ გადაცემაში. ხო, რა თქმა უნდა, აუცილებლად კიდევ უნდა დაგპატიჟოთ რაღაც დროის მერე, კი, რა თქმა უნდა. და დავტოვოთ მაშინ ეს ინტრიგა. დავტოვოთ ეს შემდეგი გადაცემისთვის და ნუ აი უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო საუბრისთვის, ჩემთვისაც აი რა ვიცი ყველაფერი. ერთ წამში გავარდა დრო. გასაგები იყო და ნუ რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, მეც ვისიამოვნე ამ კონტაქტით. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.